გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მეკესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც ბრალი დაუმძიმდათ. მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროცესი დახურულია, რადგან საქმეში არასრულწლოვანები ფიგურირებენ. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები გიგა ავალიანის საქმის გარდა ძალადობის სხვა რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ. ბრალდებულები ირჩევდნენ მათთვის მიუღებელ პირებს, მათ სხვისი სახელით წერდნენ და შეხვედრაზე იბარებდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ლიკა ალელიშვილი მუშაობს თემაზე და მეტი დეტალით ის შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ლიკა, გისმენთ. დიახარ, საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი სასამართლო პროცესი და მოსამართლე მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, თუმცა ეს არ ეხება გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეს, რომელზეც ბრალი პროკურატურამ დაკავებულ 3-ვე არასრულწლოვანს გუშინ დაუმძიმა. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, რომ დაკავებული არასრულწლოვნები სხვა ჯგუფურ ძალადობასაც აორგანიზებდნენ და იღებდნენ მასში მონაწილეობას. შესაბამისად, სწორედ ამ ახალ ბრალთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს ამ წუთებში მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ ვესაუბრეთ დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახის წევრებს. ერთ-ერთი მათგანის დედა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მხოლოდ ამის შემდეგ დააფიქსირებს ის პოზიციას ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც მიშულს საგამოძიებო უწყებამ უკვე გუშინ წაუყენა და დღეს მიმდინარეობს სასამართლოს ხდომა. კიდევ ერთი დაკავებულის მამა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ერთადერთ ვიდეოში ამოიცნო საკუთარი შვილი. საუბარი არის ლიფტში გადაღებულ ვიდეოში, სადაც არასრულწლოვანი დანით ხელში კონკრეტულ ტექსტს ამბობს. ამ არასრულწლოვნის მამა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ დანარჩენ 5 ეპიზოდში, 5 ჩხუბის ეპიზოდში, რომელიც ასევე პროკურატურამ გავრცელა, მან საკუთარი შვილი ვერ ამოიცნო და ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთ ეპიზოდში ნახა თავის შვილი, სადაც ჩხუბი არ მიმდინარეობდა. ბრალს არანაირად არ ვეთანხმებით, გუშინ მქონდა საშუალება მენახა პირადად ვიდეო და ჩემი შვილი იქ არსად არ ჩანს საერთოდ. 25 ტომი მასალა მოგვაწოდეს და არ არის იქ მტკიცებულა იმისა, რომ პირადად ჩემი შვილი იმ ჩხუბებში არის გარეული. დღეს ნამდვილად ჩემი შვილია ლიფტში დანით ხელში, გეთანხმებით. ოზირებს დანასთან ერთად. პროკურატურამ რამოდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის. რაშიც ჩემი შვილი არის დამნაშავე და ისაჯოს, აი სასამართლო. მე არ ვარ არც მოსამართლე, არაფრის თქმა არ შემიძლია წინასწარ. ბრალდების მხარის ინფორმაციით ისინი სასამართლოს უკვე დაკავებული 3 არასრულწლოვანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ახალ ბრალთან დაკავშირებითაც მოითხოვენ, რა თქმა უნდა, პატიმრობას. მათ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე უკვე აქვთ წინასწარი პატიმრობა შეფარდებული და დღეს უკვე ახალ ბრალთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლოს ხდომა. ბრალდების მხარის ინფორმაციით გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 3 არასრულწლოვანი, რომელიც ამ მკვლელობის საქმეზე არიან დაკავებულები, ფიგურირებდნენ სხვა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებში. საგამოძიებო უწყებამ გავრცელა ვრცელი ვიდეო მასალა, რომელიც 5 ეპიზოდისგან შედგება. ამ ვიდეო მასალაში ჩანს სხვადასხვა ჩხუბი თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად არასრულწლოვნები თანამზრახველებთან ერთად სხვადასხვა პირებს, სხვადასხვა ლოკაციებზე, როგორც საგამოძიებო უწყებაში გამართული ბრიფინგიდან და ასევე პროკურორის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, დაკავებული პირები 3 არასრულწლოვანი თანამზრახველებთან ერთად წინასწარ არჩევდნენ მსხვერპლს. მათ უკავშირდებოდნენ სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებით, წერდნენ სხვადასხვა გოგონას სახელით, ითანხმებდნენ შეხვედრაზე, უსაფრთხებოდნენ და შემდეგ ჯგუფურად ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ამ ყველაფერს იღებდნენ კამერაზე, ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და შემდეგ მოგვიანებით ისინი სოციალურ ქსელებში, მიზნობრივ ჯგუფებში ავრცელებდნენ. 3 არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება წარედგინა ახალ ეპიზოდებთან დაკავშირებით, კერძოდ მათ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში დაემატათ ახალი კვალიფიკაცია, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა. ბრალდების მხარე მათ ახლა გარდა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახვის მძიმე დაზიანებისა, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ედავება ამჯერად უკვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რაც გამოიხატა სხვადასხვა ძალადობრივ ეპიზოდებში დადგენილი და
დაიდენტიფიცირებულია ჩვენს მიერ ძალადობის არაერთი ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით მოპოვებულია ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც გუშინ გავრცელდა უწყების მიერ და იხილა საზოგადოებამ. თუმცა ამ ვიდეოების გარდა თითოეულ ეპიზოდს ყავს ასევე ათეულობით მოწმე. შესაბამისად ისინი იძლევიან ჩვენებას და აძლევენ ჩვენებებს ამ ბრალდებულთა წინააღმდეგ. გარდა ამისა, მოპოვებულია ასევე ჰაბიდო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, რაც ნიშნავს ხმისა და გამოსახულების ექსპერტიზებს, რითაც უტყუარად დადგინდა, რომ აღნიშნული ბრალდებულები ამ ძალადობების ეპიზოდებში მონაწილეობდნენ. გამოძიება გრძელდება, შესაძლებელია გამოძიების პროცესში კიდევ გამოიკვეთოს ძალადობების ახალი ეპიზოდები, დადგინდეს ახალ მსხვერპლთა ვინაობა და შესაბამისად მოწმეთა ბაზაც გაიზარდოს და აღნიშნული მტკიცებულებების სრულად გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად შესაძლებელია მოხდეს როგორც ახალი ბრალეული პირების გამოკვეთა, ასევე ახალი ეპიზოდების დაიდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვნიდან 2-ს 14 წლამდე, 1-ს კი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მადლობა ლიკა, პირდაპირ ეთერში საუბრობდა ლიკა ალელიშვილი. საკანონმდებლო ორგანოში ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის პირველი სხდომა დასრულდა. კანონმდებლებმა დღეს სურსათის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოусმინეს. ხორცის, რძის პროდუქტებისა და კვერცხის მწარმოებლებმა ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. დაისვა არაერთი შეკითხვა. კომისიაზე განიხილეს ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორის საოპერაციო პროცესები. დღესვე კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართა მოიწვიონ საერთაშორისო კომპანია ფასების შესასწავლად. მარიამ კოპალიაშვილი იმყოფება საკანონმდებლო ორგანოში და ის შემოგვერთდება ახლა კურიერის პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. სამსაათიანი სხდომის ფარგლებში უკვე მოусმინეს ხორც პროდუქტების, რძის პროდუქტების და ასევე კვერცხის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს დაისვა კითხვები და გამოიკვეთა ის კონკრეტული გამოწვევები, რაზე მუშაობაც კანონმდებლებს სწორედ მათთან ერთად მოუწევთ. სხდომის დასრულების შემდეგ ერთგვარად შეაჯამა კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელი მოსმენა და დისკუსია შათო ბერეკაშვილის განმარტებით. პირველი სამუშაო შეხვედრისას გამოიკვეთა ჯერჯერობით დაახლოებით 5 ძირითადი მიმართულება, როგორიც არის მაგალითად იმპორტზე დამოკიდებულება, ასევე ხარჯვითი ნაწილი, ურთიერთთანამშრომლობა რგოლებს შორის, ასევე ნაშთების მართვა მათ შორის და სამუშაო კაპიტალი, ესე ვთქვათ. ამის შემდეგ კი უკვე შოთა ბერეკაშვილმა წამოაყენა ერთგვარი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ჩამოვიდეს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, კომპანია, რომელიც კომისიის პარალელურად იმუშავებს დაკვირვების ნაწილზე. ამის შესახებ უკვე გაეგზავნა სპეციალური მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, რომელიც კომისიის პარალელურად იმუშავებს ფასდამატის მიზეზების დადგენის მიმართულებით და სწორედ ამასთან დაკავშირებით ისაუბრა დღეს ვრცლად კომისიის ფარგლებში კომისიის თავმჯდომარემ. 5 ძირითადი პრობლემის იდენტიფიცირება მოხდა განსაკუთრებით. პირველი წარმოების ნაწილში აღმოჩნდა, რომ წარმოებელი დიდწილად არის დამოკიდებული იმპორტიორ ნედლეულზე, რომელიც თავის მხრივ იმპორტის ინფლაციურ წნეხს ქმნის. ეს პირველი საკითხი, რომელიც აღმოვაჩინეთ. მეორე, არსებობს ასევე წარმოების ხარჯის გარდა საოპერაციო ხარჯის ნაწილში განსაკუთრებით დიდი წილი ეთმობა ეგრეთ წოდებული გაყიდვების და მარკეტინგის ხარჯს, რომელიც შედგება კეშბეკების, მაღაზიაში შესვლის თაროს გადასახადის და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად აძვირებს პროდუქციას. ჯაჭვში, ურთიერთობის ჯაჭვში წარმოებელ დისტრიბუტორსა და რიტეილერებს შორის არსებობს ასიმეტრიული ურთიერთობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედარგოლს უფრო მეტი პირობების დაყენება შეგვიძლია კომერციულ ურთიერთობებში. ასევე პრობლემად გამოვიდა ნაშთების მართვა, ნაშთების მართვის ოპტიმიზაციას საშუალებას მიგცემთ თქვენ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოთ და ასევე მეხუთე კატეგორიის პრობლემა, როგორც არის სამუშაო კაპიტალი, კაპიტალის ღირებულება და გადახდის დაგვიანების შემთხვევები, რომელიც ღირებულება აისახება თვითღირებულებაში პროდუქტის და ესეც ქმნის დამატებით წნეხს ფასზე. დღეს სხდომაზე ბოლოს მოусმინეს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს. აქაც გამოიკვეთა იგივე მსგავსი პრობლემები, რაც წინა შემთხვევებში, მაგალითად ეს არის იმპორტზე დამოკიდებულება. დღეს მწარმოებლებისგან არაერთხელ აღინიშნა ის, რომ საქართველოში რძის პროდუქტებზე ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანაში და ამ მიმართულებით ისინი ხაზს უსვამენ მაგალითად ნედლეულის დეფიციტთან დაკავშირებით. საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია ღია დისკუსია კანონმდებლებთან ამ პრობლემების აღმოსაფხრელად. გამოიკვეთა კიდევ ერთი მიმართულება ფასნამათთან დაკავშირებით, როდესაც ქსელურ მარკეტში ხდება მათივე წარმოებული პროდუქციის შესვლა, სწორედ მარკეტის მიერ დაწესებულ ფასნამათს ასახელებენ ისინი. ერთ-ერთ პრობლემად და სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებენ ამ შემთხვევაში კანონმდებლებსაც. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, მე უბრალოდ არ დავკონკრეტდები ციფრებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ასე თუ ისე კომერციული ინფორმაცია არის, ჩვენ კონკურენციის სააგენტოს მივაწოდეთ აბსოლუტურად ჩაშლილი ციფრები და ზუსტი მონაცემები დღის მდგომარეობით რა ფასი გვაქვს, როგორი ფასწარმოქმნის სისტემა გვაქვს და ასე შემდეგ. ძის პროდუქტების მწარმოებლებს რაც უსმინეთ, მოკლედ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია მივიღეთ კონკრეტიკასთან დაკავშირებით. მე მესმის რომ ეს თქვენი კეთილინება არის, თქვენ აქ კონკრეტულად ისაუბრებთ თუ არა რაიმე кэშბექების პროცენტებზე, თუ იმ გადასახადებზე, რომელიც აძვირებს თქვენს პროდუქციას, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თქვენი პროდუქციის საბოლოო ფასზე დამოკიდებული არის ჩვენი შვილები, როგორი ჯანმრთელები გაიზრდებიან. ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ თქვენი თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ამ კომისიასთან საბოლოო შედეგს ისახავს, საბოლოო მიზანს ისახავს, რომ ეს პროდუქცია შეძლების და გვარად გაიაფთეს. თქვენი მოსაზრებით რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, თქვენი გადმოსახედიდან, რომ ფასი იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე ის ფასი, რაც დღეს გვაქვთ ახლზე. თითქმის ყველა ერთ მდგომარეობაში ვართ. ანუ განსხვავებული პირობა შეიძლება იყოს 1 და 2%-ის მიმართულებით და დანარჩენი თითქმის ყველა ერთ მდგომარეობაში ვართ. დისტრიბუცია ჩვენი საკუთარი გვაქვს თბილისის მასშტაბით, სადაც რა თქმა უნდა ფასში არ აღირიცხება დისტრიბუციის მარჟა, ხოლო რეგიონებში ვაწვდით დისტრიბუტორის მეშვეობით. შესაბამისად, იქ რა თქმა უნდა დისტრიბუტორის მარჟა ასახული არის. გაქვთ თუ არა გავლენა ქსელების გადაწყვეტილებაზე, რომ მაგალითად 2 დღით ადრე სანამ პროდუქცია იწურება ვადა, თქვენი მხრივ თქვათ გაანახევროთ ფასი, ქსელმა თავის მხრივ გაანახევროს და ოჯახებს და ადამიანებს კონდეთ შესაძლებლობა, რომ 2 დღით ადრე ვადის ამოწურვამდე იყიდოს პრინციპში განახევრებულ ფასში. თუ სრულად ქსელი წარმართავს აი ამ აწარმოებს ამ პოლიტიკას. ეს პოლიტიკა სრულად ქსელის მხარეს არის. ფასებთან მიმართებაში მსგავსი მიმართულება არ გქონია, იმიტომ რომ ქსელი არ არის მისი ინტერესი. ცოტა ორგანიზების კუთხითაც მესმის ქსელის რთული არის ამ პროდუქტების ნაადრევად რამოდენიმე დღით ამოღება, მაგრამ ჩვენი მხრიდან იყო ასეთი შეთავაზება, თუმცა გამოხმაურება არ მიგვიღია. აი ხა წარმოიდგინეთ ესეც რა მნიშვნელოვანი მიგნება არის, რომ თქვენი სურვილიც იყო, ან თუ რაღაცა ფასსაც აკლებდით, ანახევრებდით როგორც არის და ქსელის აი ეს რაღაცა სტატიკური მდგომარეობა, რომ ოდნავადაც შეიძლება არ გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესი, რომ ამ პროდუქტის გადაყრას ჯობია, რომ გაცილებით შეღავათიან ფასად ადამიანმა მიიღოს ის ნუტრიციული საჭიროება, რომელიც მას აქვს. პარლამენტში დროებითი კომისიის ხდომა დღეს უკვე დასრულებულია. პირველი მოსმენა შედგა, გამოიკვეთა საწყისი პრობლემები, რამაც საკანონმდებლობის თქმით საბოლოოდ უნდა მთავარ მიზეზამდე მიიყვანოს საზოგადოება, თუ რა იწვევს კონკრეტულ პროდუქციაზე ფასნამაც. გაგზავნილია მოთხოვნა საერთაშორისო კომპანიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით უკვე როგორც გითხარით, რომელიც სექტორს დეტალურად შეისწავლის და გაწერს შესაბამის რეკომენდაციებს. მომდევნო ხდომა კი პარლამენტში პარასკევს ჩატარდება. მადლობა მარიამ, პარლამენტიდან მარიამ კოპალეიშვილი გვერდთვებოდა. მოსმენა პარლამენტში 3 საათი გაგრძელდა. კომისიის ხდომაზე დღის პირველ ნახევარში კვერცხისა და ხორცის მწარმოებლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით კვერცხზე უკვე მოხდა კომპანიების მხრიდან ფასის კლება. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ მთავრობასთან ერთად ნებისმიერ ფორმატში იმუშაონ ფასების რეგულირების საკითხზე. პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში. ეგრეთ წოდებული кэშბექი, რომელიც განხილვის საგანი არის, წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით 22-დან 25%-მდე მერყეობს кэშბექი ქსელურ მარკეტებთან. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად, რომ ზოგადად ბაზარზე ესეთი მდგომარეობა არის. ყოველი ახალი მაღაზიის გახსნის
რაღაცა მოსაკრებელს ვიხდით, რაღაცა რომელიც იწყება 500, 1000, 2000 და 3000 ლარამდეც ადის, როცა ჰიპერმარკეტებს ვეხებით. DGG-ს ნაწილში, როდესაც ადგილობრივი მწარმოებლები, ფერმერები, რომელსაც ხორბალი და სიმინდი მოყავს, DGG-სგან გათავისუფლებულები არიან. ჩვენ შემთხვევაში რაც ხდება ბაზარზე, ადგილობრივი წარმოება 10%-საც ვერ დააკმაყოფილებს ჩვენი მოთხოვნის. სიმინდი, ხორბალი, სოიო, მზესუმზირა და მცენარეული ზეთი. ძირითადი პროდუქტი, რაც თვითღირებულებაში 70% წილი უჭირავს ამ ნედლეულს. საკვები არის ჩვენი პროდუქციის თვითღირებულების 70%. შესაბამისად ეს ნედლეულის ფასები აღნიშნული ნედლეულის 90% იმპორტზე არის დამოკიდებული. ბოლო 3 წლის განმავლობაში იმპორტირებული ნედლეული რამდენი პროცენტით გაზვირდა? თუ გაქვთ ამის სტატისტიკა? ბოლო წლის სტატისტიკა 24-დან 25-მდე იყო 25%-იანი ზრდა. თქვათ და DGG რომ ან ნულოვანით რომ დაიბეგროს 18%-ით გაიაფდება თქვენი კვერცხი? გასაყიდ ფასს როგორ აფორმირებს ქსელი? ანუ თქვენი თვითღირებულება, სადაც შედის თქვენი ფასი, სადაც შედის cashback-ი და რამდენს უმატებს? ანუ ფასნამატი რამდენი აქვს, თქვენ გექნებათ ეს დათვლილი. თქვენი საშუალო სარეალიზებელი ფასი. რო გამოვაკლოთ cashback-ი, რამდენად ყიდით კვერცხს? რა არის ფასი? ჩვენი საშუალო სარეალიზაციო ფასი დღეს კვერცხზე პირველ კატეგორიაზე 10 ცალიან პაკეტს შეადგენს 56.9 კვერცხს. ანუ 5 და 60 ღირს 10 და 65 არის ჩვენი შესატანი ფასი. ოდეშ და 65. რომელი ქსელის მაგალითი რომ ავიღოთ რა ღირს? ეს არის შესატანი ფასი პრაქტიკულად ყველა ქსელში. რესპუბლიკელი კონგრესმენი ანალ პაულინა ლუნა აცხადებს, რომ ევროკავშირი ხშირ შემთხვევაში სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც გაერთიანების პოლიტიკას არღვევენ. მისივე თქმით, ევროკავშირთან კავშირის გაწყვეტის და მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღდგენის დრო დადგა. ევროპული ერები იმსახურებენ, რომ მათ სუვერენიტეტის პატივი სცენ, თუმცა ევროკავშირი ხშირად სჯის იმ ქვეყნებს, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევენ. დრო ევროკავშირთან კავშირი გავწყვიტოთ და აღვადგინოთ ცალკეული ერების სუვერენიტეტი. წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელში. აქვთ თუ არა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სუვერენიტეტი და არიან თუ არა ისინი დამოუკიდებელი ქვეყნები? ვფიქრობ, ჩნდება კითხვა, რატომ ვაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ ისინი არიან დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ საზღვრების დაცვის უფლება. ასევე იმ ფაქტს, რომ მათ იმედი გაუცრუა ევროკავშირის პოლიტიკამ და უფრო მეტიც ისჯებიან თუ პრობლემის მოგვარებას საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ცდილობენ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად აბსურდულია. სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ იმას, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ნაცისტებისა და რასისტების იარლიხს აწებებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ უფრო მკაცრი სასაზღვრო პოლიტიკა და სახელმწიფო სუვერენიტეტი სურთ. რა თქმა უნდა, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი საუბრობს იმაზე, რაც არის რეალობა და ასაც ემალება დღემდე ევროკავშირის ბიუროკრატიის ნაწილი. ერთი ნაწილი უშუალოდ ჩართული არის და არის შემოქმედი ამ კრიზისისა, რომელშიც მათ შეიყვანეს ევროკავშირი. კერძოდ იმისა, რომ ევროკავშირი მშვიდობის პროექტი აქციეს ზეწოლის მავნე პოლიტიკური დღისწესრიგის გატარების არასებული იდეოლოგიების და გამოგონილი იდეოლოგიების თავსმოხვევის ინსტრუმენტად. დღეს დღევანდელი ევროკავშირი, დღევანდელი ბრიუსელის ხელში აცდენილია ყველაფრისგან, რასაც კი შეიძლება ევროპასთან დავაკავშიროთ. ევროპულ კავშირში დღეს მხოლოდ სახელადღა არის დარჩენილი ევროპა. ხედავს ახლა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ხელიდან წავიდა დღევანდელი ბიუროკრატიის ხელში ევროკავშირი მისი ღირებულებითი თუ სხვა მონაცემებიდან გამომდინარე. ამისავე ჩვენ ეს გვესმის ევროკავშირის შიგნიდან, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხედავთ ჩვენ გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში სულ უფრო ხმამაღალი ხდება ხალხი ამ ბრიუსელის ბიუროკრატიისგან თავსმოხვეული და არარჩეული ბიუროკრატიისგან, რაც მთავარია, თავსმოხვეული პოლიტიკის წინააღმდეგ. და ის, რასაც ჩვენ საუბრობდით რამდენიმე წლის წინ, დღეს კიდევ ერთხელ აი უკვე მე რამდენად დასტურდება, რომ თავის დროზე, რასაც ვამბობდით, ეს ყველაფერი იყო სიმართლე.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად, თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული განცხადება ეკუთვნის ივანვე უწყებას, რომლის წარმომადგენელმაც თბილისში დემონსტრანტებს მაიდნის მოწყობისკენ მოუწოდა. ქართველი ხალხის მეგობრობა სიტყვებით არ იზომება, ამბობს პარლამენტის სპიკერი და სოციალურ ქსელში პოსტთან ერთად აღნიშნული მოწოდების ვიდეო კადრებსაც ავრცელებს, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრით თარიღდება. ეს ადამიანი ერიკ ოტოსონი, ეს არის იმ პარტიის წევრი, რომლის პარტიის ლიდერიც არის შვედეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს არის იმ პარტიის წევრი, რომელიც ახალგაზრდულმა ფრთამ სულ ახლახან მისი რაღაც ჯილდო მიანიჭა მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს, მიანიჭა მოძალადეებს, მიანიჭა უჩა აბაშიძეს, რომელიც თავის ცოლის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა. აი ეს არის ის ცივილიზაციური და ღირებულებითი კრიზისი, რომელშიც დღეს ევროპა არის და როდესაც ჩვენ გვესმის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დეზინფორმაციული თავდასხმები საქართველოზე, მის ხელისუფლებაზე, თითქოს და საქართველოს ხელისუფლება მისი განცხადებებით რაღაც თანამშრომლობას აზიანებს, რაზე არის საუბარი? საგარეო საქმეთა მინისტრის პარტიის წევრი 2024 წელს იყო თბილისში და მოუწოდებდა მაიდნისკენ. და მაიდანი შევახსენებ კიდევ ერთხელ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს 100 დაღუპულ ადამიანს და სისხლიან გადატრიალებას. როდესაც გვესმის ჩვენ ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, პირველი რაც უნდა გააკეთო, განმარტონ მანამდე მათი საქციელი და უპრიანი იქნებოდა ამასთან დაკავშირებით მინიმუმ წუხილი მაინც გამოთქვან. სწორედ ეს არის ამის შედეგი იყო, ასეთი დამოკიდებულების შედეგი არის, რომ დღეს ძალადობა ევროპის სახელით ხორციელდება საქართველოში. სადაც მოდის ევროკავშირის დროშა ამ ოპოზიციონერების ხელში, იქ მოდის ძალადობა. ასე გააიგივა სამწუხაროდ ბრიუსელმა დღეს ევროკავშირის დროშა ძალადობასთან. კიდევ ერთ სკანდალში გახვეული ჰელსინკის კომისია დღეს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის ყოფილი მაღალჩინოსანი სტივენ შრაგე ჰელსინკის კომისიის ლიდერების და თანამშრომლების მხრიდან სისტემურ კორუფციაზე და არაეთიკურ ქმედებებზე საუბრობს. შრაგეს მიერ გავრცელებულ მასალებში საუბარია კომისიის წევრების რასობრივ, სექსუალურ და ანტისემიტურ ქმედებებზე. ნახსენებია ეპშტეინის ფაილები, FBI-ის კონტრდაზვერვის მასალები, საგარეო კორუფციის დოკუმენტირებული ფაქტები, ფინანსური მაქინაციები და საეჭვო კავშირები. ის ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს იყო უსამართლო ბრალდებები, ადრე თუ გვიან ეს ადამიანები, ფორმატები, ორგანიზაციები ხილებული იყვნენ ხოლმე სხვადასხვა უკანონო პროცესებში. ჰელსინკის კომისია ჩვენთვის არც არასდროს არც არასდროს წარმოადგენდა ამერიკის პოზიციას, თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მის წევრები საკმაოდ დისკრედიტებული პიროვნებები იყვნენ, თუმცა ეს კონკრეტული ბრალდებები, რაც თქვენ გააჟღერეთ, მეც წავიკითხე, ჩვენც გავეცანით ამას. იმედია, რომ მას შესაბამისი რეაგირება მოყვება, იმიტომ რომ მათი ქმედებები ჩვენ ორხრივ ურთიერთობებსაც აზიანებს. ამიტომ ჩვენი საუკეთესო ინტერესია, რომ მათ შორის ამ ბრალდებებს აეხადოს ფარდა, გაეცეს ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი, რათა ამერიკაშიც და საქართველოშიც ყველამ ნახოს თუ ვინ არიან რეალურად ეს ადამიანები, რამდენად კეთილსინდისიერად ანგარიშვალდებულების მაღალი გრძნობით ასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ ვალდებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის კონგრესში არსებობს ასეთი კომისია, როგორც არის ჰელსინკის კომისია, რომელიც არის დაკავებული საქართველოს საკითხებით, რომელიც იცნობს ჩვენი ქვეყნის პრობლემებს და ბუნებრივია, მათ აქვთ ყოველთვის ზუსტი შეფასება, ადეკვატური პასუხი იმ ვითარებაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ საქართველოში თავისი ქმედებებით გამოიწვია. უბრალოდ გითხრათ, რაღაც განსაკუთრებულ მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს ჰელსინკის კომისიისგან, დავავალდოთ რა იქნება, როგორ იქნება შედეგი, უბრალოდ საზოგადოებასაც ნუ შევქმნით რაღაც სრულ მოლოდინებს ამ კომისიის შედეგად. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, თუ ვინმეს ბრალიედება ან მათი ბრალიულობა იკვეთება, უნებრივია მათ მიმართ უნდა დადგეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, გასაკვირი არაფერი არ იქნება. ალბათ არაფერი არ გაგუკვირდება ჰელსინკის კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც ეპშტეინის ფაილებმა უკვე სრულად ჩამოხსნეს ნიღაბი მთლიანად ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. იმ პირობებში, როდესაც ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელი იქნება თუ მისი წევრები სხვადასხვა ფინანსურ სკანდალში შესაძლოა გაეხმნენ, მათი მხრიდან საქართველოს კრიტიკა და საუბარი და მითითებები თუ როგორ უნდა შევასრულოთ ის არასწორი დავალებები, რომელსაც გარედან გვაძლევდნენ, ნამდვილად არარელევანტური და უადგილოა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. სუსის ინფორმაციით მამუკა მდინარაძე შტატებში კოლეგების მიწვევით ჩავიდა. შეხვედრა კი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა მიქაუტაძის ბიზნეს პარტნიორმა. ვაჩენა სულაძემ დაადასტურა, რომ მინისტრის ყოფილი მოადგილეს არ სურდა ქონების გამოჩენა, რადგან მაღალ თანამდებობას იკავებდა. სამართალდამცველებმა რომეო მიქაუტაძე 20 ივნის დააკავეს. მოწმემ ჩვენ შეკითხვაზე ცალსახად განმარტა, რომ ეს გადაფორმებაში ის გულისხმობდა გაყიდვას ან გაჩუქებას. ხოლო მას არ შეუძლია დაადასტუროს ის ფაქტი, რეალურად ეს ცილები ეკუთვნოდა თუ არა რომეო მიქაუტაძეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა მოწმე, რომელიც რომეო მიქაუტაძის ბიზნეს პარტნიორი იყო. მისი ჩვენებით და სასამართლო პროცესზე დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებებით საასახად გინდება, რომ რომეო მიქაუტაძე იყენებდა სამსახურეობ მდგომარეობას და ლობირებდა მისთვის საინტერესო კომპანიებს და მონაწილეობდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაბამისად. ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ დღეს იმსჯელა ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე. პროცესზე დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე დაასახელა, რომელსაც ძებნა გამოცხადებული. საქმის განხილვა გაგრძელდა ბრალდების ხარჯის მიცემულობის გამოკვლევით. მოცემულ შემთხვევაში მათ დაადასტურეს მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებები, რა ჰქონდა ჩატარებული, ექსპერტმა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნა, რაც მას გაცემული ჰქონდა და ეს ეხებოდა ბალისტიკურ ექსპერტიზას, რამდენიმე ექსპერტიზა იყო. ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც გამოიკვლევს ბრალდების მხარის სასამართლო პროცესზე, არის დაკავშირებული, ხოლო რაც შეეხება მათ ურთიერთშეფასებას, დამაჯერებლობას და ასე შემდეგ, ამას უკვე დასვლის სიტყვაში ბრალდების მხარე წარდგება სასამართლოს წინაშე. გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე თეიმურაზ კუპადაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს. გიორგი ალადაშვილს ამ დრომდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი 112-ის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწროდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. გეკა გელაძემ ცენტრის ეფექტიან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის და სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. მინისტრმა 112-ის ახალი ადმინისტრაციული შენობაც გახსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულადაა აღჭურვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი აქვს 112-ის ყოველდღიურ საქმიანობას, ამისთვის მინდა ყველა თანამშრომლოს მადლობა გადაუხადო. ბოლო წლების განმავლობაში 112-ში ძალიან მნიშვნელოვანი ქმედითი შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგა და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით, როგორც შინაარსობრივი, ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ გავაძლიერებთ, საკმაოდ ამბიციური გეგმები გაგვაჩნია, რათა მოსახლეობამ მიიღოს შესაბამისი სწორი სერვისები. დედაქალაქის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროგრამა ეხება თბილისის ისტორიულ უბნებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. ამისათვის მთავარი წინაპირობა იქნება, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი იყოს მე-5 ან მე-6 კატეგორიის და უშუალოდ საფრთხეს უნდა უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლის ან და ჯანმრთელობას და ექვემდებარებოდეს დემონტაჟს ან უკვე დემონტირებული უნდა იყოს. ასევე გამოსყიდვაზე თანახმა უნდა იყოს ავარიული საცხოვრებელი სახლის ყველა მესაკუთრე. პროგრამა ეხება დედაქალაქის ისტორიულ უბნებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვას. არიან ადამიანები, რომელთაც არ სურთ, რომ მიუხედავად მერიის ჩართულობისა დაელოდონ სამშენებლო პროცესს და შესაძლოა ურჩევნიათ ამ ქონების მალევე გაყიდვა, სწორედ
ეს პროგრამა იქნება კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და შესაძლებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მათივე კუთვნილი ავარიული სახლების საცხოვრებელი სახლების შესახებ. მუნიციპალიტეტი მზად არის გამოისყიდოს აღნიშნული ფართები. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებლებისთვის დასაქმება მარტივდება. დღეიდან სპეციალური პროგრამა ამოქმედდა. სამუშაოს მაძიებლებს ვაკანსიების მოძიებასა და დასაქმების ეტაპების გავლაში სახელმწიფო დაეხმარება. ახალი შეთავაზება ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლის, ისე პოტენციური თანამშრომლების ინტერესებს. ამ პროგრამით ჩვენ გვინდა ხელი შეუწყოთ ერთი მხრივ ბიზნესს და მეორე მხრივ მოსახლეობას. სამასპინძლო ბიზნესი, კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობა ის მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროგრამა ფართო სპექტრზეა გათვლილი, პროფესიული უნარების გათვალისწინებით და ნებისმიერი გამოცდილების მქონე სრულწლოვანი პირებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეშმო პირების დასაქმებას. ამ კომპონენტით გვინდა რომ გავზარდოთ ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა, ერთი მხრივ ხელი შეუწყოთ ბიზნესს და მეორე მხრივ ხელი შეუწყოთ რეგიონში მცხოვრებ ჩვენ მოსახლეობას, რომ ადგილზე შეძლონ ღირსეულად დასაქმება. ფინანსური მხარდაჭერა, ადგილობრივი კადრების შერჩევა და გადამზადება. პროგრამის მიხედვით სააგენტო იმ დამსაქმებლებს დაეხმარება, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში მოქმედი საწარმო სტატუსს ფლობენ. ხელშეწყობა ასევე ითვალისწინებს სუბსიდირებას. 3 თვის განმავლობაში სახელმწიფო შერჩეული კადრის ანაზღაურების 50%-ს დააფინანსებს. მხარეებს შორის გაფორმდება სავალდებულო 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. სააგენტო სრულად დააფინანსებს 6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამასაც. ამ პროგრამის გაჩენა ქმნის რაღაცა სრულყოფილ ეკოსისტემას და ეს პროგრამა უკვე როდესაც საუბარია სტაჟირებაზე, სადაც საუბარია დასაქმების დროს ხელფასის თანადაფინანსებაზე, ეს პროგრამა შეავსებს ამ საკადრო შიმშილს. სიახლე დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ეკუთვნის. პროგრამით სარგებლობას ის პირები შეძლებენ, ვისაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აქვს. ქვეყნის მასშტაბით ეს შესაძლებლობა 250,000-ზე მეტ პირს ეძლევა. ცალკე გამოვიტანეთ მაღალმთიან რეგიონებში ადამიანების დასაქმების, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების კომპონენტი და დავუშვით რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მე ვფიქრობ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის, იქ ხალხის დამაგრებისთვის ადგილზე, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და წახალისებისთვის, მეწარმეობის წახალისებისთვის. საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ამ დროისთვის მინიჭებული აქვს 1801 დასახლებას. პროგრამით სარგებლობის მსურველებმა უნდა მიმართონ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს, ან ისარგებლონ სპეციალური ცხელი ხაზით. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ვარშავას პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე განცხადებით ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიცირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა. პოლონური მედია წერს, რომ ძებნილ ქართველთან ერთად ოფიცრებმა კიდევ 3 ქართველი დააკავეს. კანადაში ქალაქ ტამბლერიჩში ერთ-ერთ პანსიონატში სროლის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით დაშავებულია 27 ადამიანი, აქედან 2-ის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. სხვა დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება. კანადის ისტორიაში ეს მეორე ყველაზე ტრაგიკული თავდასხმაა სკოლაზე. კანადას სამძიმერს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ღრმა მწუხარებას გამოთქვამ კანადაში მასობრივი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაშავებულებისა და ყველა კანადელისკენ, რომლებიც ამ მძიმე ტრაგედიას გლოვობენ. წერს ირაკლი კობახიძე. ბათუმის ბულვარის იერსახის გაუმჯობესების მიზნით სანაპირო ზოლზე კიდევ ერთი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს. ძველი ბულვარის სანაპირო ზოლზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოეწურა, რის საფუძველზეც მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისა და ქალაქ ბათუმის მერიის მუნიციპალური სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით დღეს კიდევ ერთი ღამის კლუბის დემონტაჟი განვახორციელეთ. აღნიშნული პროცესი ხორციელდება კანონმდებლობის სრული დაცვითა და ბულვარის განაშენიანების გეგმის შესაბამისად. პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და შეეხება ყველა იმ ობიექტს, რომელთაც საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოწურული აქვს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალარინების თანამედროვე გამწმედ ნაგებობას აშენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვითი მოთხოვნების სრული დაცვით უზრუნველყოფს ჩამდინარე წყლების სათანადო დამუშავებას. მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს და ხელს შეუწყობს წყლის რესურსების დაცვას. ყოფებით მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის შენებლობას. აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური ხარდაჭერით ხორციელდება და მის მოცულობა შეადგენს 30 მილიონ ლარს. მიმდინარე პროექტის დასრულების ეტაპზეა. პროექტის დასრულების შემდეგ კი მარნეულის და პოლნის მოსახლეობა მიიღებს თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ წყალარინების გამწმენდ ნაგებობას. საქართველოს პარლამენტში გაიმართა ღონისძიება თემაზე ქალები ბიოტექნოლოგიებში მეცნიერება და ინოვაცია. შეხვედრის მიზანი ბიოტექნოლოგიის დარგში ქალთა როლის, პროფესიული გამოცდილებისა და მიღწევების წარმოჩენა. ღონისძიებას დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე და განათლების მინისტრი. მნიშვნელოვანი დღე აღინიშნება დღეს გაეროს მიერ დაწესებული ქალ და გოგონა მეცნიერთა საერთაშორისო დღე, რომელიც აღინიშნება დღეს პარლამენტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ქართველი ქალების დამსახურება ზოგადად მეცნიერების განვითარებაში ჩვენ ქვეყანაში და მათ შორის ბიოტექნოლოგიებში, რომელსაც კონკრეტულად დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება, ძალიან დიდია. ძალიან მნიშვნელოვანი დღეს უმასპინძლა დღეს პარლამენტმა ქალებისა და გოგონების ჩართულობა მეცნიერებაში, რომელსაც უკვე ტრადიციულად აღნიშნავს პარლამენტში სხვადასხვა ფორმატით ბიოტექნოლოგიებში საქართველოს ძალიან დიდი სიტყვა აქვს, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ბიოტექნოლოგიების განვითარებაში, ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაგების მიმართულებით და სწორედ ამ ხაზგასმა მოხდა, ამის ხაზგასმა როგორც საქართველოს ბიოტექნოლოგიების ისტორიის, ასევე ქალების ამ სფეროში ჩართულობის კუთხით და ის აღიარება, ის მადლობის სიგელი, რაც ჩვენ გადავეცით ქალბატონებს, რომლებიც ჩართულები არიან მეცნიერებაში, ამის დამადასტურებელი მაჩვენებელი იყო. კურიერი 6-ზე დასრულებულია მე დღეს ამით გემშვიდობებით, ახლა კი ეთერს ვუთმობ სპორტს და ლაშა დვალიშვილ, თქვენ კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gr-დან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.